ფულთან სახიფათო თამაშში ერთი დიდი ოჯახის ორი უნიჭიერესი წარმომადგენელი ერთვება. მე არავინ არ მოსწევს, მაინც ამართლებელები. იმედო და ეკაკახიანები მზად არიან მოულოდნელი სიურპრიზებისთვის. ამი დახარჯოს რა უნდა. თუმცა დიდი ფული ასე მარტივად არ ნებდება. ჩვენ ხო რეკორდი მოვხდით. ლიკა და ხატიაშვილები რისკზე მიდიან. არჩევანი თქვენა არადანი მე 100,000 ლარი თქვენა არაფერი. ინტელექტით გამორჩეულ და ხასიათით განსხვავებულებს ერთი მიზანი აერთიანებთ. იმედის დღის წამყვანების ინტელექტი და ინტუიცია სერიოზულ გამოცდას აბარებს. 2 3 4 5 აღარ გვეღინება. ანუნა ბუკიასა და ნინუცა მუკნიაშვილის სტარტი საკმაოდ დამაჯერებელია. ჩვენ ესეთი გოგოები არ ვართ ცოტა. იმედის დღე ვარ განა. ფულთან თამაშის მორიგი, დაძაბული და დრამატული რაუნდი იმედზე. მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენ იმედზე ვართ და ეს არის შოუ ფულთან თამაში დუტას ხიტლაძესთან ერთად რა თქმა უნდა. ამ პროექტს წარმოგიდგენთ ევროპაბეთი. და იმისათვის რომ ეს თანხა აქედან წავიდეს, საჭიროა ხოლმე ორი მოთამაშე, რომელსაც ჩვენ ზოგს ანკეტების საშუალებით, ზოგს კი ისე შინაურობებით ცნობილ სახეებსაც ვიწევთ აქ და ასევე ვიწევთ ადამიანებს, რომელსაც დიდი სურვილი გააჩნიათ, რომ თავისი ინტელექტი გამოამჟღავნონ და შესაბამისად ინტელექტის საშუალებით ეს თანხა შინ წაიღონ ხოლმე, მაგრამ ამჯერად კახიანების ოჯახის წარმომადგენლები არიან იმედა და ეკაკახიანები. შევხვდეთ. გამარჯობა ეკა. გამარჯობა დიდი. აი 100,000 უკვე შენია. რადგან ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს ეს 100,000 მაგრამ მე თუ მოვედი, ამე 100,000. არა, ერთად ახართ. ერთად თქვენია. კი ბატონო. ესე კი რა ხდება? თამაშ წესები არის ძალიან მარტივი. დიახ. გამარჯობა და 100,000 თქვენია. მთავარია ეს 100,000 შეინარჩუნოთ. აჰა. 4 ბოქსია, წითელი ბოქსები, რომელზეც თანხა იდება ხოლმე. ნაწილდება. პირველ ეტაპზე ერთი ცალი აუცილებლად უნდა დარჩეს თავისუფალი. თუ 100%-ით ვარ დარწმუნებული 100,000-ვე მიდის ერთ პასუხზე. თუ არა და მაშინ ვანაწილებ, თუ ვორჭოფობთ. ოღონდ 3 ბოქსზე მხოლოდ. ჯერ ვირჩევთ კატეგორიას, მე ვნახულობთ 4 სავარაუდო პასუხს და უკვე ბოლოს ვისმენთ კითხვას. მოსაფიქრებლად 1 წუთი გვაქვს და ფულის გადასანაწილებლადაც. 2 ბოქსი არ შეიძლება პირველ დავდოთ და 3-ზე არა. 2 ბოქსზე კი არა, 1-ზე შეიძლება რომ დადოთ. 1-ზე მაქსიმუმ 3-ზე. 1-ზეც, 2-ზეც და 3-ზეც. კი ბატონო. მაგრამ ერთი ყოველთვის თავისუფალი რჩება. კი ბატონო. მზად ვართ რომ ვითამაშოთ. მზად ვართ. ძალიან მარტივი რამ არის. კი. ამ ფულს ხათაშორის იმისათვის რომ რაღაცა ექსცესებისგან თავი ავირიდოთ, იცავს დაცვის პოლიცია. დიდი მადლობა ბიჭებო, ჩვენთან ერთად რომ ხართ. აი ეს ჰაერში ვართ აწეულები. ეს თანხა ეს იხსნება და დაბლაჩადის ხოლმე. შეიძლება თუ არ ჩაიყაროს ქვემოთ, ხო? ვეცდებით. ჯობია ჯიბეში შეიძლება. ჯობია ხო ჯიბეში ხო? ხო, ეგეც კარგია. ჯიბები გვაქვს, გააქვს ჯიბები ხო? თუ არა ესეც შეიძლება. არა, მეც ხო. ბავშვობაში ვაშლებს რომ ვიპარავდით ხოლმე ესე მაისურს ჩავიტანიებდი ხოლმე. გავიჭერდი ესე, მაგრად, კამარას და ამაში გაუშვებდი ხოლმე და ესე დავდიოდი ხოლმე, ბევრი ვაშლები ხოლმე ესე დრეზე თან. მეც ესე ვარ. წვანე ვაშლების მოყვარდა. ეს გრძელი ვაშლები რო. კარგი. წნიან. ხო, ხო. ვაშლებს ჯობია ეხლა, იმიტომ რომ ის შეიძლება მე იყიდო ამითი. თითოში რამდენია? თითოში 2,000 ლარია და ასეთი სულ 50 ცალია. კარგია. 3 რიგად დაწყობილი. კარგია ბატონო. აი ხა სულ რომ მოიგოთ ეს 100,000 რა სიზამთ?
მე არავინ არ მომცემს, მაინც ამართებენ ვიცი. ხო? კი, ნამდვილად. დაჩაგრეთ მამა? აბა, არა, დავჩაგრეთ. ჩვენ ვიცით ამას როგორც მოულეთ, კარგად. ჩვენი რა, სახში მელოდება ბევრი კალიასკის გოგოები. ფული გექნება. კალიასკები მაქვს საყიდელი და ბევრი ამ ესენი ბავშვის რაღაცეები და ამიტომ კარგად გამოვიყენებ ამას. ხო, იცი, ხო? კი, აბა. რაში გამოიყენებ? ძალიან კარგი, ესე იგი, შთამომავლობას ამის მოაქვს. დახარჯვას რა უნდა? არაფერი, თავარია მიზანი იყოს. დახარჯვას რა უნდა ეს? კარგი. კახიანებთან ერთად თამაშობთ ფულთან. ესე იგი, იმისათვის რომ პირველი შეკითხვა მოვისმინოთ, ჯერ კატეგორიები ვნახოთ და ავირჩიოთ. რომელი კატეგორიიდან გვაწყობს შეკითხვა რომ მოვიდეს. აბა, ნახო. ორი კატეგორია ეკრანზე. ქართული ესტრადა და მარლენ დიტრიხი სპეციალურად შენთვის ეგ. მე მგონი ვაიმე. შედუნა თქვა. მარლენ დიტრიხზე ყველაფერი რო არ ვიცოდე, მე შენ მგონია რომ ვიცი, მაგრამ თუ იცი აიჭია მაშინ. შეკითხვა. კარგი, იყოს, მარლენ ესტრადაზეც ყველაფერი არ გეცოდინება ეჭვი მაქვს. ნუ მგონია რომ უფრო მეწოდინება, მაგრამ იყოს მარლენ დიტრიხი რახან. მე მეძღვნება ეს კითხვა იყოს. კი ბატონო. მე ის მირჩევნია რა თქმა უნდა. ესტრადა? ნუ რაღაცა მაინც თუ ეკასაც მახსოვს. ურჩევია, მაშინ ვარეგამ მე არა ტანდემი და ბატონო, ესტრადა რომელიც არიციოთ. არა, ეგ ამაირჩიოს, რომელიც უნდა თანახმოვარ. იყოს მარლენ დიტრიხი. იყოს მარლენ დიტრიხი, კი იყოს, ბატონო. საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ და ვნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. მონიტორებზე. მარია ანტუანეტა, მარია მაგდალენა, ანა მარია, მარია ტერეზა. არის. აი ხა გავიგებთ რაც. ნახოთ შეკითხვა, აბა თორე აი დავიბენთ. შეგითხო დაიჯერება ახლა იქ. რა იყო მარლენ დიტრიხის სრული სახელი? ეს ვიცით? მარია მაგდალენა, მარია ანტუანეტა. წავიდა დრო და უნდა მოიფიქროთ და ფულიც გადაანაწილოთ. წავიდა დრო. ვამბობდი ესტრადა. და ახლა რაღა დროსია ეს? გონია რომ ანა მარია. წამი გაქვთ დარჩენილი. თუ გონია დავდოთ ეს? ანა მარია. სუღალა? ცოტა იქით რო იყოს შეიძლება? სამზე უნდა გაანაწილოთ. ერთია ტერეზა, მაგდალენა და ანტუანეტა არა. მაშინ ამ ორზე დავდოთ. 30 წამი გაქვთ. ე, რო დროზე. შეგიძლიათ გადაანაწილოთ თანხა. მაშინ ერთი რო ზოგი აქ რო ერთი იყოს შეიძლება? ერთი შეიძლება და ბევრი შეიძლება. გასო აქ დადე. ვაიმე. 20 წამი. იმედ შეიძლება ძალიან მაგრა წავაგოთ. არა, კარგია დროზე იქნება. ძალიან 10 წამი. ხედავ რა ქნა? 5 20 მე მგონი წამი 2 1 და დრო ამოიწურა. ნახოთ. აი არ ვიცი. თავს ვერ დავდებ. ქართული ესტრადა? თუ არ ვიცოდი იცოდი, მაშინ უკეთესად უნდა გითხარი. თუ გთავაზობდით, მამამაც იგივე თქვა და აუცილებელი არ არის. არა, ეს ხრი კარგია. ავაგე. დროზე გათავისუფლდები თუ ძააგებს და მარია ტერეზას 2000? ტერეზა ერქვა, ხო? აგინე თუ გავარდები ხა და შეიძლება დროზე წავალ სახში. შეიძლება აქეთ გადმოდება თუ გინდა. არ შეიძლება. უკვე აღარ? ტერეზა ერქვა? არ ვიცი რა. და 2000 რატო დადი მარტო? ნუ რა ვიცი. ჩავარდავსო. სწორი პასუხი ვნახოთ. ნახოთ. წავაგეთ ზუსტად. აი ბრავანის ხმა კი იქნება. ერთი ეს არის ადვილი კითხვა? უადვილესი. აბა რა, უნდა გსოდოდა რა ქვიოდა. ნამდვილი სახელი. მე მგონი ცხენიათ რო თქვა. ისე მოვიგეს. ვერ ამბობენ ხო? იქნებ გადაუკეთონ იქვე. ეხლა ჩალიჩობთ პასპორტს გადავაკეთებ და ოხ, მარლენ დიტრიხის სრული სახელი. მარია ანტუანეტა, მარია მარია ტერეზა. მაგდალენა, ანა მარია, ტერეზა. მარია ტერეზა. ბიჯუ. რა ხდება რა? უი. სწორედ მithქვამს. არა გას. არა? ვერ გითქვა სწორედ. ჩავარდება ახლა? რა ჩავარდება?
აი საქმეა. რა არის? წერე მაგდალენა ერქვა? ცოტა ხანი ეს მეჭირუც. აბა ეს რატო რა მოხდა ეხლა ვითომ? იმურიდან ერთ-ერთია. ანუ არც თამაში, ან წავალ სახში. მხოლოდ კონექტები გვექნება და ისე წავალთ სახში. ან კონექტები ისე და მაგდალენა ხიო. რა სამწუხარო ამბავი. რა ხიოდა მაგდალენა? მარია მაგდალენა აი ყოფილა ეს. და ჯეოსელისგან ბადლო. ასე ყველაზე მობილური ინტერნეტი თქვენ საჩუქრად. ჩვენ ხო რეკორდი მოვხსენთ ეგრე ქნავი. არა კი. კი, იყო პირველივე კითხვა. პირველი შემთხვევა არ არის, ზართულია ხოლმე. ხანდახან შეიძლება კარგად დავდებ. ნუ მაინც დიდი მადლობა მომზადებისთვის, კაია რო გნახეთ რამდენი ხანია მინდა გავხართ. მადლობა. ნახვამდის. დიდი მადლობა ინტერნეტით საუბარი შეიძლება ვითამაშებ. ხოლმე, რა ვიცი, ჩატი აბა ვიკონტაქტოთ Facebook-ით და ასე. კარგად. დავაცილოთ კახიანები. იმედის დღე. მასხას წამყვანები. და ისინი დღეს ჩვენთან არიან სტუმრად. მაშასე ანუნა ბუკია და ნინუცა მუკლიაშვილი გთხოვთ. დღემშვიდობისა. თუ შენთან სხვანაირად მივესალმოთ. არა, დღემშვიდობისა თქვენ და ჩვენთან საღამომშვიდობ, ფუმშვიდობისა. გამარჯობა. 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 Здравствуйте. როგორ ახართ, გოგოებო, როგორ აგრძნობთ თავს დღისით? დღისით ხან როგორ, გაჩნია რა ხდება. რა ხდება ხოლმე? ბევრი რამე, მე ჩვენთან კარგი რამეები ხდება. ჩვენთან კარგი ხდება და ჩვენ ვუგზავნით ჩვენს მაყურებელს, ღიმილს, განწყობას და ისეთ დამოკიდებულებას, ხო ხდები ოპტიმისტურს. რა მითხარი? ხო, რაღაცნაირები. ჩვენთანაც ესევა, ჩვენთან უბრალოდ ღიმილს გვრის ეს 100.000 ხოლმე. ხო, თქვენთან მეტი დაძაბულობა, ამდენი დაძაბულობა ჩვენთან არ არის. აბა ვარდი უეკლოთ ვის მოუკრებიას პრინციპითა ვართ აქ. ხო. არა, მედი მეგეტყვი ერთ რამეს. აბა მოდი. აქ რომ მოდიხარ და მესალმები და გამარჯობას რო ამბობ 100.000 ხდება შენი. აი თუ არა და გძინა. მაშინ ჩაგვიდეთ და გავალთ. წავედით. წავიდეთ, გავიდეთ? ერთი წამიწათ. იცი თან ეს ოპერატორებიც ჩვენები არიან და წამოყვებიან, ხო და ძიმეა. ბიჭებო, ხო აქ ახართ? ისე დაცვის პოლიცია. გამომართვი ნახევარ, ძიმეა. ძიმეა? მომეცი. აი, საქმე დუ და ფულს გვაძლევდეს და წავედი. არა, ეს ვერ წაიღებთ. აუ მაშინ ნუ დამაჭერინე ხელს, მე ხო მანდილოსანი ვარ და მძიმე არ შეიძლება. უი ახალი ამბავი. მართლა? მანდილოსნები მძიმეს არ ეწევით? აბა თანასწორობაო, ემანსიპაციაო? არა, მე მიყვარს, როდესაც კაცები ზიდავენ დუტა. მე მაზიდინე მაშინ. ზიდე. კარგი, დამადე ეგეც, გადაანაწილე აქეთ მკლავზე და მე მკლავზე. პრინციპში რაღა. მოდი, რომელს აირჩევთ და ეს ორ პასუხს მანდ გამოუშვეთ. ხო, ჯობია, მოდი მესამე იყოს. მესამე იყოს, კარგი. ბევრი ფული გვაქვს აქ. ეს მე დაცვის პოლიცია. ხო არა უშავს ამდენს რო ვათამაშებთ ახლა. მაი ჩინაურები ვართ, ერთი ტელევიზია ვართ რაღაცა. არა უშავს? შორს არ წავამ. გვერდით პავილიონში. გვერდით პავილიონში გადავა მეტი. ესე იგი პროფესიებით ვინ ახალ მოგოებო? ჟურნალისტები. მართლა? ეს ერთხელ. როდის გამიხარდება ხო ეს ამბავი? რომელ საათზე? რომელზე იწყებ? პირველის ნახევარზე უშაბათი და პირველის ნახევარზე როგორ არის? ერთი და მერე ერთი ნახევარი უნდა ჩამოკაჩო, ხო? ხო, ცოტა. და რომელ თიცე? საჩვენებელს. საჩვენებელს. არაო. არიხარდებათ. და ჩაიფიქრე ბიჭის სახელები და გოგოების არა? მე გოგოს სახელს ჩავიფიქრე, ბიჩემნია რაღაცა. რაღაცნაირად ხო, გირჩევი. ბიჭის ჩაფიქრებაზე ცოტა არ იყოს და ირწმენებიან და თან სულ. სიფრთხილეს რავი არ სდგება. კარგი. ხო. რაო, აი რაო. ნახე შენ რა კარგი სათვალე გიკეთია. მეც ნახე რა მაგარი მიკეთია. ვიცი, შენი საფილოსია. ხო, ეგ მინდოდა მე თქვა, ეხა გამომეცხადებინა მინდოდა და ხო. როგორ განწყობაზე ვარ? ფანტასტიკურზე. შემართებით რაღაც ისე. კი. მაშინ ჩვენ თამაშობთ ფუთა. ავი, რაღაცა ესე. აბა წავიდა.
პირველი შეკითხვისთვის ორი კატეგორია ეკრანზე. ყურადღება. ქართული ლიტერატურა და ბარბი. ბარბი, ჩემ დროს არ იყო ბარბი. შენ დროს ბარბი? ბარბი ხოც რომელია? ბარბი ვიცი რომელია, კატეგორია ბარბი არ ვიცი რომელია. კატეგორია ბარბი. რა შედეს კატეგორია? აი ნახოთ თუ გინდა თუ გაინტერესებს. ბარბიში. ბარბი? პირველი კითხვა არა. აი და რაღაც იქნა fashion და რაღაცა ძალიან show business-ი და ჩვენ არ გვიყვარს, არ გვაინტერესებს. რატომა? რატო არ გაინტერესებს და გიყვართ? იყოს, ყვითელი ამბები მე არ მიყვარს, არა, მაგრამ ყვითელი ამბების სიყვარული არ არის მხოლოდ. ხო, ოკეი, იყოს. რა დაბნეული რაღაცა გვიყურებ. ხო. არა, გელოდებით გადაწყვეტილება მიიღო და გაგვიდებით რა სტაბარაკობენ. ბარბი. 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 4 სავარაუდო პასუხი ნახოთ და მე ვიმჟავოთ რა ხდება. ჩაკი, ტომი, ჯასტინი და კენი. გინდა კითხვა გითხრა? აბა რა მითხარი. ერქვა ბარბი? ვის შეყვარებულს? რა ქვია ბარბი შეყარებულს? აბა არ ვიცით ბარბიო. ხო, ნუ ამდენი კი ვიცით ბარბიზე. ნახოთ შეკითხვა. ჯასტინი რო იყოს ახლა სწორი პასუხი. ტიმბერლეიკი. რა ქვია თოჯინა ბარბის მეგობარ მამაკაცს? გადალაგდა ფული. რა ქვია, კენი. კი. წავიდა დრო. კენი. ის ყველაფერი წავიღოთ? დუტა და მაგალითად იცი, რო გავიზროთ თავი არ გინდა რაღაცა ცოტა კი, ნაწილი, ბატონო. მაინც აქ. ისოს არა. არა ვიცი რომ კენი. 4 მაინც. კენი იცი რა არის ჩემშულ ძალიან მიყვარს მულტფილმები და იქ შრეკში არის 40 წამი. თუ მომეხმარები მოვაცრებთ, ხო? ხო. მოდი. მაინც თავი დავიზროთ და იქაც რო დავდოთ არ გინდა? მოდი, კარგი, აჰა. ოღონ ცოტა. ცოტა ეს არის. ეს აქეთ. ეს მთლიან თუნაელა გოსაკ. ეს გადავა. და 20 წამი რჩება. აჰა, ოკეი, 3 ვართ და 3 იყო. კარგი. всё, პრინციპში გადაწყვეტილი ეგ რა არის ხა, ეგ რა არის? მაინც. მეორე კითხვისათვისაც შემოვინახეთ. 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. 6000 ჯასტინს და 94000 კენის. სწორი პასუხია ტომი რო იყოს. ომი და აბა, ჩაკი ჩაკი. არ არის, ხო? მეც მახსოვს, ომი და ჩაკი არ არის. ჩაკი ეგ როგორ ბერი. ჩაკ ნორისი ალბათ მაინც. ჩაკ ნორისი. ხო, ჩაკი არ არბის ყველაზე ნაშა ჩაკ ძლიერი. ნორისი. ამოირიშა ჯასტინის წავიდა 6000. აი ეს. ბოლოსი გნახავთ ეგ 6000 მოგენატრებათ, მე 6000 მაინც კონდეს რომ მაგრამ გააქმნეთ ახლა ადგილზე. ეს აუცილებელია აქეთ რომ გადმოგი. აქეთ იცი რა ეს მოვიფიქროთ პრელევანტურად და ჩავასწრებთ ამოწყდა. და ხო რაღაც. 94000 გაქვთ მეორე შეკითხვის დრო დგება და ვნახოთ ორი კატეგორია, რომელთაც ამორჩევა მოგვიწევს მეორე შეკითხვის. ილია ჭავჭავაძე და დინამიკა. ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან ეს ორი კატეგორია. მე დინამიკას ავირჩევდი. იცი რა, რადგან დავიწყეთ ბარბით, მოდი გავაგრძელოთ დინამიკი. დინამიურად ახლოს არის. იცი რაღაცა ილია ჭავჭავაძეში და ლიტერატურაში არ არის რაღაც ისეთი რომ იგეზიდოს, ანუ და შენ გაიღიმო. უფრო გონია რომ რაღაცა იცი და აქ უფრო ისეთია რა არის ნეტა. კარგი, საბოლოო გადაწყვეტილება დინამიკა. დინამიკა. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორზე ყურადღება აქეთ. გამიღიმეს გოგონებმა. დაგევიხართ. 2 3 4 5 აღარ გვეღიმება. და მე და რა შეკითხვა გამოვა, არ ვიცი. დინამიკა და 2 3 4 5 არ ვიცი. კითხვა მაინტერესებს პირდაპირ გეტყვი. თქვენთან ერთად მეც. რამდენი კანონით ჩამოაყალიბა ისააკ ნიუტონმა? აბა ვნახოთ. რამდენი კანონით ჩამოაყალიბა ისააკ ნიუტონმა? აი, არა, ხო. ხო, 75. ხო. ალბათ. 75. დრომიდის ოკეი. 45 წამი გაქვთ. 5-ზე დავალაგო? ნახე. ცოტა დავდო.
ხო, კარგი მაგრამ ეს ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება მაინტერესებს? იცი რა, არ ვიცი, მე თან დინამიკა მიიღო. დინამიკა თუ ნიუტონმა? აჰა. იყოს 3 იყოს ის რა, სტავკა. ხო, 3 კი არა. კი. აი, ხო იქაც 3 დალე. 3. ოკეი, გაი. კარგად აწყვია მომწონს. და იქ 3 ყოველი შემთხვევისთვის, ხო ეს? ხო, ეს 3 ხო, მაინც. კარგად გაცდილი, ხო? უკვე, ნელა კარგად გაცდილი. ტრადიციულად. კარგი, დრო გავიდა ბოლოში, აღარ შეგაგებთ შევაჩეროთ. დრო ამოიწურა და გადაწყვეტილება ასეთია. ნუ 5 ყოველი შემთხვევისთვის 5-ზე დევს 6000. და დანარჩენი აქეთ აღმოჩნდა 3 კანონიო, ხო? ეგრე გამოდის, ხო? რამდენი კანონი ჩამოაყალიბა ისააკ ნიუტონმა? ფორმულები თუ არ გახსოვს? არა. ხო, რაღაცას აჩქარების და რაღაცას. ხო. რაღაცას. გახსოვს ხო რაღაცები? რაღაცები კი. FBI მუდრიზე M-ას და რაღაც გახსოვს? M კვადრატი და რაღაცები. მახსოვს, ხო, აჩქარება A და მთელი ამბავი. და F უდრის -F ეგ როგორღა? ეგეც გახსოვს? კი, ეს არის რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული, მაგრამ ძისტვე პრატივა ძისტვე სამბავი. კარგი ხარ, აბარა. იმედის დღე ვარ, განა. მიზიდავს ხა ეს ჩვენი ფული ამ იმას? მე მომწონს ამ გოგონების თამაში, რა ვქნა ახლა, ძალიან მომწონს, და სწორ პასუხს დაველოდები. გერგერობით ყოველ შემთხვევაში. იცინის ვის ბოლოს იცინის. არა, იღიმის ის. არა, ჩვენ ვიცინით. იღიმის აღარ. ემილი მაჩუკე მადონა. მადონა? შენ მადონა. ეს სიმღერა არსებობს. ხო. და არის კიდე ნათინათინათია. მე რომელი მიყვარს ჟუჟუნა. ეგ ძველი სიმღერაა ძალიან. ჟუჟუნა არ ვიცი. გოლმეურნეობაში გაზრდილო. 2-4. ეგ ვიღიმით, ანუნა. ისე და ეს რას ნიშნავს ახლა და? ველოდებით როდის ჩავარდება 3 ან როდის ჩავარდება 98,000. უი, რას მეუბნები ახლა შენ? ჩავარდე. ბრავო. ვინ მიიღო გადაწყვეტილება? ნინოცა. გახსოვდა ხო? 3 კანონია. კი. ზანაი. რანაირები ვართ ეს გოგო? დავაბრუნეთ, ხო? დავაბრუნეთ. აი მოგეხმარე. იცი რა თუ არასდროს არ მეგონა რომ ვარ ესეთი აზარტული და ის რაღაც ერთ ხელები მეკავებას ამბავში. ხო, კი, უდაოდ. ეს ის არის ჩევა მივიღეთ ნინოცას მეგობრისგან. მაინც არ დაგავიწყდეთ რა ფულთან თამაშობთო. გადაცემა ხო, მაინც. სერიოზულად მოეკიდეთო საქმეზე, მაინც. არა, ამას სერიოზულად მოეკიდეთ. აქ ვისაუბროთ ესე თუ მინდა. რა თქმა უნდა. აქეთ სერიოზულად ვიყოთ. სერიოზულად ეს მუშაობა. მესამეს ჯერია 88,000 მაქვს. ეს 12,000 წვილა რატო ყარეთ ვერ გავიგე მაინც. საბოლოო ჯამში. მე ვიზღვევ ანუ მე ვარ ადამიანი, რომ თავი დავიზღვევ. მე ვარ დაზღვევ. დაზღვევა. დაზღვევიდან ვარ. კინოპრემიერა და აღორძინების ეპოქა. ოჰო, კარგია, შვენიერი. კინოპრემიერა. კინოპრემიერა კი ბატონო. არა ისე მარტივად იღებს გადაწყვეტილებებს, აღარც ჩაგეკითხეთ ეხლა გინა თუ არა ის ხო არა თუ. ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. Ernest Hemingway, Truman Capote, Francis Scott Fitzgerald თუ Jerome David Salinger. რა შეიძლება იყოს? აბა კითხვა მაინტერესებს მეც. ხო, კინოპრემიერაზეა ლაპარაკი თა, ხო? ვა. და მაინტერესოა. რომელი ამერიკელი მწერლის რომანის მიხედვით გადაიღეს ფილმი Gatsby, რომლის პრემიერაც 2013 წლის მაისში შედგა. ეს რომელი ფილმია? ეგ აღარს რო იყო. არ ვიცი რა ფილმია. Gatsby. ფიჯერალდი. ფილმი ნახე, იცი ფილმი ნახე. ნაწარმოები ვიცი. ანუ ფილმი ჭი რა ხდება? ნოპაის გამაშავე გვარის ისტორია და ვილიკი დიდი გეტსბი და ფიჯერალდზე დიდი ნაწილი. კი. კი.
ფილმი ზუსტ ფილმი ნახე? ფილმი არ ვიცი, მე ვიცი ნაწარმოები. ხო, მაგრამ ის ნაწარმოებია იმ ფილმში? ეგ უნდა იყოს. ვის რომელი ამერიკელი და ბაცთა სელენჯერი ხო? სელინჯერი მაინც არ ამგონ, არა, სელინჯერი არის ნადპროპასტი ვარჟი. ნუ დადი 3000 სამი ხო, ტრადიციული 3 იყო სელენჯერზე. თანხა ეს ფილმი არ ვიცი, მინდოდა ხო. შემეხსენებინა რომ თანხა არ უნდა დარჩეს ბოქსის გარეთ, თორე ის თანხა ჩემი გახდება. რას მეუბნები? ხო, არა, აიჰა. არა, ჰემინგვეი ზუსტად არტ კაპოტელი ნუ 8 7 6 5 4 3 2 1 და დრო ამოიწურა. რომელი წლის რომანის მიხედვით გადაიღეს ფილმი გეტსბი, რომლის პრემიერა 2013 წლის მაისში შედგა. თქვენი გადაწყვეტილებით 82000 ვარგუნეთ ფიჯერალდს და სელინჯერს ყოველი შემთხვევაში 3 ცალი ისევ ტრადიციული. ხო, რაღაცა აქტუალურია ზოგადად სელინჯერ ბოლხემში მე ვიფიქრე. 8 ჯერ 3 არის 24, ხო? დიახ. ნუ საბოლოო ჯამში ბოლომდე რომ გახვიდეთ 24000 უბრალოდ გადაყრილი გამოგივათ, მეტი არაფერი. მაინც ისე გახსინებთ. ხო. არა ნუ ვითვალისწინებთ რა ფილმი მე ნახე არ მაქვს. იცი რა შეიძლება ის დაზღვეული და არაფერი გჭირდეს, მაგრამ როდესაც ხარ დაზღვეული ეს არის კარგი. მოკარი ყური არ დაგიმალავთ და? ხო. მაგრამ სიმართლე გითხრა ვერ ხვდები ახლა ეს დიდი გეტსბი რაღაცა სხვაობაა მანდ. ეგ არ არის ერთი და იგივე როგორც ვიცი. ვერაფერს ვერ შევსვლით, მაგრამ სწორ პასუხს გვეტყვის წითელი ბოქსები. არა, მართლა ეგეთ რამეს მოკარი ყური, რომ განსხვავდებაო ეგ ყველაფერი ერთმანეთისგან. შუაში არ არისო. და ეს რეკლამას მოკარი ყური, მართლა გეუბნები. არ ვამეტებ ტელევიზორს ძალიან იშვიათად უყურებ, იმიტომ რომ იმდენად ტელევიზორში ვარ ისო. მაგრამ აი შუადღეს ვერ მოხდიეთ რომ გიყუროთ რაღაცა და დღისით გადავახვევ. იმედი ჯიმ. არა, გადავახვევ. გადაახვიე. იმედი ჯიზე გადავახვევ. და წინ რომ გადავახვიო და გავიგოთ სწორი პასუხი? წინ რომ გადავახვიო და სწორი პასუხი რომ გავიგოთ, ამისათვის საჭიროა რომ კომერციულ ჭრაზე გავიგოთ. იმედის დღის გოგოებთან ერთად აღიძელებთ ჩვენ არაჩვეულებრივ შოუსო. ჩვენ ესეთი გოგოები არ ვართ თუთა? ჩვენ უფრო ესეთები ვართ. იმედის დღის გოგოები. ჩვენ ისეთები არა, ჩვენ დინამიკის არ შევდივართ. 3 ცალია და ეს რომ ვიცით. ნიუტონის დინამიკის კანონი რომ 3 ცალია ეს ვიცით. შენ შეგიძლია შეგვეხო. აქ მხოლოდ გენიოსები მუშაობენ. აუ. გოგონები რა თქმა უნდა. ტელევიზია? გოგონები არიან მხოლოდ გენიოსები. ესე იგი. მაგრამ რა გინდა რა? აჰა. არა, გენიოსობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. არა, პიანი გოგოები მუშაობენ ხა ნიუტონის 3 კანონი იცოდით ახლა ყოველი შემთხვევაში 3 ცალს იკითაგდებთ ხოლმე. იცი რა, ბარბი შეყარებს რომ კენიქვია ეს ვიცოდით. შეკითხვა რომელი ამერიკელი მწერლის რომანის მიხედვით გადაიღეს გეტსბი, რომლის პრემიერა 2013 წლის მაისში შედგა. თქვენ გამეცით პასუხი რომ ეს არისო ფიჯერალდიო სელინჯერზეც ყოველი შემთხვევაში 6000 გდია იქითკენ და ჰემინგვეიმ გადამიჩაგრეს. ეგ კარგია. არ არის ზუსტად ვიცი. ყველას ოჯახში რომ არის ეს კეთილი გამომიტრულებით ეს ფოტო როა ყველასთან ხა მაინდამაინც ესე ვეც. ვინ ჰემინგვეი? ყველას ოჯახშია? ყველას ოჯახში არის ეს. კარგია თუ ყველა მეძის ჰემინგვეი. კი, ოღონდ ვიღაცებს გონიათ ბაბუა არის. წინაპარი. წინაპარი გონიათ, ხო. შეიძლება გვიხუმრია ამაზე ჩვენ ძველ თაობას საერთოდ. სწორი პასუხია ოჩა 2000 დააბრუნეს ადგილზე. ბრავო, ფილმად მივიდივართ, სამ შეკითხვას გავართვით. თავი შეგვეძლო რომ 100000-ით ყოფილიყავით, მაგრამ 82000-ით ხართ ახლა, მაგრამ არა უშავს. საზღვევა ცუდი არა. კარგი, ნახოთ ახლა მეოთხე ეტაპის 2 კატეგორია, რომელზეც არჩევა მოგვიწევს, 82000 გვაქვს. შესანიშნავად მივიდივართ კატეგორიები ეკრანზე.
ბირჟა ესპანეთი. ესპანეთი ჩაუჯდეთ თუ რა ვქნათ ჩაუჯდეთ. თუ ჩაუჯდეთ ბირჟა რა ვიცი არა, ესეთი ბირჟა აქ არ იქნება. არ ვიცი კაცმა არ იცის რატო ხარ ასე დარწმუნებული ბირჟა. რატო ხარ დარწმუნებული მეც არ ვიცი ხო, მაგრამ მე გადაწყვეტება არ ვიცი. ამიტომ იქ ვერ ჩაუჯდები. მეც არ ვიცი მაგრამ იმიტაციას ხო ვაკეთებ ხო. ხო, ვისწავლეთ უდაბნო. კარგი, კოლეგიალობას თუ მივყევით ბირჟა. ბირჟა. ახლა კი. ესპანეთი არა ესპანეთი ხო ვიცით რომ ნუ აი ეს და ხო, ნუ ეს კიდე. ეს და ესპანეთი მეტი რა არა ჩეფეხები არა, მეტი ვიცით ახლა ვიდრე ეს. არა, ეს რეკლამის ამბავია. დიკაპრიო რო გამოჩნდა გეტსბიში, ის ამბავია დუტა. ეგ არის, კარგი, მაშინ ესე იგი ბირჟა. ბირჟა. საბოლოო გადაწყვეტილი ანუნა. ბირჟა. კარგი, ბირჟა იყოს. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე ყურადღება. სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა, აქციები და ობლიგაციები, ნავთობი და გაზი, ოქრო და ძვირფასი მეტალი. და ხა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა. ნახოთ აბა, რა გვინდა ცხოვრებაში. მეოთხე კატეგორიაში. მაშინ ბევრი რამე. რითი ვაჭრობენ? ფორექსის ბირჟაზე. აქციები და ობლიგაციები. ხო. აქციები და ობლიგაციები. ყველა დავდოთ, ეგრევე არა, აქციები და ობლიგაციები. სამი ცალისად მიდის. სამი ცალი და სამი გვინდა. სამი ცალი ისე ფორექსი და ობლიგაციებში რომ არ იყოს. არა, ხო, არა, ფორექსი აშკარა დაქვართ. სამი არ გვინდა ამჯერად. არა, არ გინდა. აშკარად არა. თავს არ ვისხევთ? არა. არა. 43 ხა რა წავალთ ხო გვეწყინება? არ მეწყინება. კარგია. არ წყვეთ. შევაჩეროთ რო? კი. შეჩერდი წამო. შენ შვენიერი ხარ. აქციები და ობლიგაციები, ესე იგი, თქვენ თვლით რომ ფორექსის ბირჟაზე ვაჭრობენ მხოლოდ აქციებითა და ობლიგაციებით. ესა გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილება. ნახოთ სწორი პასუხი როგორია. ეს წონით ითვლის ფულს? აი დაიწერო უცებ 42. არა, გამოკლებე მგონი გამორიცხვის მეთოდით. წონით? როგორ სად? ჩავიწყითა? ვერ ნახე ვერაფერი რა თქმა. იმას ხო აწევ. წნევას. ხო. ხო, ნანუ მივხვდით. აქაც ხო ხედავ როგორია აი ლოგიკა წავიდა და წონა. მეოთხე კითხვა თუ მესამე? რატო ხართ ესე დარწმუნებული ამ ფორექსის ბირჟის ამბები, რატო იცით ესე ვიცით? ჯერ გავიგოთ და მე დავიწყებ მტკიცებას. თავიდან აი უსვათ, აი ესე, აი ფორექსის ბირჟა, აქციები და ობლიგაციებია რა და ეგრევე წახვედი დასაწყისში. არა, რაღაცეები ვიცით ალბათ, ხო, ალბათ. ჯერ არის ოქრო და ძვირფასი მეტალები ყოფილიყო. არა. კარგი, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა ყოფილიყო მხოლოდ. სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა ვიცი მე. ნავთობი და გაზი? არა. იცი რა, PR კამპანია აქვს ინტერნეტში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და მithვალისწინებ რა ცოტნა საჭირო, როდესაც ნავთობზე და გაზზე, ну რაღაცა მოკლედ ესე მგონია. არა, ესე გგონი, ხო. ხელები ამიწევია. არა, პატიეთ რომ უბრალოდ კითხეთ. აი ხა ჩავარდე ზაო, რა ვქნა. სამი ცალი სადმე თქო, თავაზობთ მე და არა, გინდა თუ არა ეხა მოგიდათ აი და მაინც ტრადიციის დანგრევა. არა აი რა მნიშვნელობა 100.000 იქნებოდა მაინც 100.000 დადებდით. ანუ პრინციპში ის ძველი სამები რა მნიშვნელობა იყო. მნიშვნელობა შენ რამ შიშარა ყოფილი? არა, რაღაცაში გავიძაბე. სარეშინია. ჩადიქვევით. 1 2 არ უყუროთ გეხეთე. არა, ისე არ და აკე. ისე აქედან ჯობია რომ შეხედო აი როგორ იხრება ქვემოთ. ძალიან საინტერესო ჩანს. კარგი. შეხედე? არ ჩაიხრება. აქედან ზემოდან რაც იღეს ლამაზად ხოლმე და 1 2 და და აი აი ეს არის ქალი ფულთან არ უნდა მიუშვა. ხოლო დინამიკის კანონები ნიუტონი. გითხარით სამი ცალი გადააგდეთ თქო და არა, მაინც და მაინც ეხლა მოგინდა. აი ერთი კითხვის მერე მოვკდებოდის თუ არა. რა თქმა უნდა. სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.
Geosel Connect-ი. დაგჭირდებათ, დამიჯერეთ. Geosel Connect-ი. დიდი ყველაზე მადლობა, მობილური მადლობა. ინტერნეტი. მადლობა. ყოველთვის თან გექნებათ, ადვილი სატარებელია. და Forex-ის ამბებშიც გავერკვევით. გავაკეთეთ, კარგი. კარგად წავიკიდე. გასაგებია, დიდი მადლობა. მადლობთ. ჩვენ დავტოვე, დავიწყარი შთაბეჭდილება შენზე. კი. კარგი. დავაცილოთ ანინა და ნინუცამ დიდი მადლობა მომწარებისთვის. ჩვენთან სტუმრად არიან დები ხატიაშვილები, ხატია და ლიკა, შევხვდეთ. გამარჯობა, დები ხარ? ვართ. აი ესე დადებით მაშინ, აი რაღაცნაირად ერთი ამ უჯრაში ჩადექით, მეორე ევაში. თუ ფულისკენ მიიწევთ. ხო, რაღაც კარგად გამოიყურება. აი 100.000. 100.000 რომელსაც წარმოგიდგენთ ევროპა ბეთი. ეს 100.000 თქვენია, რადგან უკვე მოხვედით და ხელი ჩამომართვით, ნიშნავს რომ თქვენი გახდა ეს 100.000 უბრალოდ ეხა შენარჩუნებაზე მიდის თამაში. ხო, შევინარჩუნოთ? შევინარჩუნე. შენარჩუნების წესებია მარტივი. ეკრანზე გამოვა ორი კატეგორია, აქედან არიჩევთ ერთს, ამ შემთხვევაში მე გამოვა 4 სავარაუდო პასუხი, ხოლო უკვე შემდეგ დაისმევა შეკითხვა და 1 წუთი გექნებათ იმისათვის, რომ ეს თანხა მოათავსოთ სწორ პასუხზე. თუ არ ხართ პასუხში დარწმუნებული, თანხა ნაწილდება. 3 ბოქსზე 1 აუცილებლად რჩება თავისუფალი. ფული თავის ადგილზე არ რჩება, მთლიანად ბოქსებზე ნაწილდება. როგორც კი 1 წუთში ვერ მოასწრებთ ფულის ბოქსზე გადანაწილებას და დარჩება თანხა მაგიდაზე, ის თანხა ხდება ჩემი. ვიცი თუ ტაიდებს ბეშია მაგ ფულს. დიახ. მიმაქ სახში. რა თქმა უნდა. გასაგებია. არა, 20% აიცვიხ. ამ ფულს იცავს დაცვის პოლიცია, მოგესალმებით ბიჭებო, კიდევ ერთხელ. და ხატიასთან და ლიკასთან ერთად თამაშობთ ფულთან. ზადვართ? ზადვართ. პირველი ეტაპი და 2 კატეგორია ეკრანზე. არჩევანი თქვენა არადანი მე. კარგი. 100.000 ლარი თქვენა არაფერი მე. კინოკლასიკა და ლეგენდა. კლასიკა ლეგენდა. ლეგენდა ჯობია? ლეგენდა ჯობია თუ კინოკლასიკა? კინოკლასიკა პრინციპში რა? ორივე ვართ კინოს მოყვარულები, გვიყვარს, ვუყურავთ. და ლეგენდისტები ხართ? ლეგენდისტები, ესეთი ცნება არის რა? მიმდევრობა ლეგენდისტები არის. ლეგენდების მიმდევრები ვართ ხარ. ალბათ რაღაც ისტორიული იქნება. ლეგენდა ხო და გოცოდინება. ვითომ? თუ თუ პირველი ეტაპია. მოდი კინოკლასიკა. როგორ კი ბატონო, იყოს კინოკლასიკა. კარგი. პირველი ეტაპი. მოდი თუ კინოკლასიკა. წავიდა ხავს აქედან პირველი ეტაპი. რა თქმა უნდა. 100.000 იყოს კინოკლასიკა. კინოკლასიკა? და გინდა თქვათ რომ კლარკ გეიბლს გაისხსენებთ? შესაძლებელი. და ნახე. აბა კინოკლასიკა. ავირჩიეთ უკვე და 4 სავარაუდო პასუხი. კლარკ გეიბლი, კლარკი გეიბლი. გეიბი და კლარკი. მარლონ ბრანდო. გრეგორი პეკი. კლარკ გეიბლი. აჰა. კერკ დუგლასი. დაკვრე, შეკითხვას გავარტყი? ნახოთ. ნახოთ შეკითხვა. ალბათ არ ითვლება ხო თუ შეკითხვასაც გაარტყით? როგორ არ ითვლება, რატო არ ითვლება? მე ხო არ ვიცი. რომელი მსახიობი უწევს პარტნიორობას ოდრი ჰეპბერნს ფილმში რომაული არდადეგები? ეს რა თქმა უნდა ვიცით. კარგი, მიდი. კარგი, დავაწყოთ მაშინ პირდაპირ, ხო? თუნდა გავახმოვანოთ შეკითხვა არ არის არა, საჭირო. დრო მიდის 50 წამი. არა, უბრალოდ უნდა დავდოთ. დუტას არ დავუტოვოთ? ეცა დააგდე. სა? კი. შევაჩერო დრო? თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა. შემიძლია თქვა და შეჩერდი წამო თუ კაცო. ესე იგი, თქვენ თვლით რომ გრეგორი პეკი უწევს პარტნიორობას რომაულ არდადეგებში, ხო? თუ ეგ არ არის? დიახ, ოდრი ჰეპბერნს.
ოდრი ჰეპბერნს. ეგ რომელი გოგოა ეს? ძალიან ლამაზი, მაღალი, შავგროვანი. ეგ ის არ არის რაღაც იქ ჩამოვიდა გამარჯვება და გიტარას თავზე ვიღაცას ჩამოამცავს. როგორი ორი სხვადასხვანაირი ნატურა შეიძლება იყოს ხო ადამიანი? უნდა ის როგორი შინაგანად როგორი ისეთია ხო? რა თქმა უნდა. რამდენი ფული გადაიხადა რომის მერია ხვდები ხო? ეგ ფილმი რო გადაიღოთ. და ოდრი ჰეპბერნს ეთამაშა და ამას თქვენ როგორც თქვით? გრეგორ პექს, რატო საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო. არა ხო, ხვდებით რომ ეს დაუკვეთეს, ხო? რომმა დაუკვეთა რომ ეს ყველაფერი გვენახავს. არის ჩვენი ბებიას ხო, რომ გაეპიარებინა ტურისტები რომ მოეზიდა. თავარაუდად რა. აბა გრეგორი. ხო, ანუ ასეთი. ოდრი ჰეპბერნთან სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, ხო? თავარაუდად. ესეც დგომით და. და ხრები ზემოთ და ჯიბეში ხერი და ლიპები ესენები ჯაკები იყო მაშინ მოდაში. პასუხი არის? მაღალისტი. გრეგორი პეკი. ოდრი ჰეპბერნს უწევდა პარტნიორობას. გრეგორი პეკი, აბა რა. დაბრუნეთ ახლა ადრეზე კილოსაც 100.000 ლარი. და მითხრა გვიანობამდე არ ითამაშეო და ამიტომ ჩქარჩქარა გავიაროთ. ეხლა მეორე ეტაპი ვნახოთ. თარგმანი და როკი. ალბათ როკი. როკი ეგისა ხო იცით? დიახ, რა თქმა უნდა. მარტიანო. როკი ბალბა. არა, ეგ მარტიანოა. ეს შენი მიმართულება ალიკა. არა, ჩემი რატო მუსიკალური, შენ უფრო ხარ ხელოვანი ადამიანი შესაბამისად. შენ უფრო ხარ ხელოვანი თორე. ეს მუსიკალური არის მიმართულება მხოლოდ. კლასიკური მუსიკის მოყვარული. რა ვქნათ, როკი? თარგმანი. როკი. მანი არ ვიცი, საინტერესო რა იქნება. ეს და არ უნდა იყოს რთული, თარგმანი როკი ძალიან ბევრი როკ ჯგუფია. შესაბამისად ფილმის სოლისტი, ვოკალისტი. ოღონდ როგორ არის, იცი? ეხლა კითხვა გამოვა, თუ უნდა გიმღეროთ. ნახე, აი გიმღეროთ, აი როკი თუ იქნება, ესეც კითხვა გამოვა. ანუ ზუსტად ეს ძალიან კარგი იქნება. აი ვიცით. ვისია ესა და 4 სავარაუდო ყარ Led Zeppelin, The Who. გინდა ინტუიციით რაღაცას მივხვდები. მუსიკა უნდა წაგიმღეროთ, ისე ვერ მივხვდები. მოდი ავიღოთ თარგმანი. თარგმანი ავიღოთ. კი ბატონო. რა? ხო, იმიტომ რომ თარგმანი ანუ თარგმანი ავიღეთ? ხო. თარგმანი. ჯერ აქ. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. თეთრი მთა, დიდი მთა, მარტო ობის მთა და ერთადერთი მთა. გასაგებია. ანუ ახლა სავარაუდოდ იქნება რაღაც რომელიღაცა ენა. და ნახავთ თარგმანში ეს რა არის. აბა ნახავთ, რომელი მთაზეა ლაბარაკი, რა მთაზეა ვინ არის. რას ნიშნავს ქართულად მონბლანი? ნუ მაუნტ ხო? მონი იქნება ალბათ. თეთრი მთა, დიდი მთა, მარტოობის მთა თუ ერთადერთი მთა? მონი თეთრი ხო არ არის როგორც თუ მარტოობის მთა, მე რატომღაც მგონია რომ მარტოობის მთა არის. მე მგონია რომ ანუ დიდი მთა ნამდვილად არ არის. მონი იქნება ალბათ მაუნტ ხო? 40 წამი? ბლანკ გონია სად ვანაწილებთ? მოდი, თეთრზე. გავანაწილებ. შენ? მარტოობაზე? ხო. ერთადერთი არ იქნება, ხო? არც დიდი ალბათ. არც დიდი. მოდი დავდეთ ჩქარა რომ მოვასწრო. მაშინ თანაბრად რო გავანაწილოთ? 20 წამი დაგჭათ. რაღაც ჩვენთან ბევრია უფრო. კარგია ხო. მაგრამ ხო იმედია არა შოს თამაშისთვის სიამოვნებისთვის ასე რომ ნახოთ. ერთადერთი 3 2 1 დრო ამოიწურა. თეთრი მთაო? მე კი ფული მოხდა აქეთ. ხატიას იდეა იყო. თეთრი მთა. მონ არის თეთრი პლანი? დავითვლი ხო რამდენი აქა? თეთრი მთა. 1 1 2 3 4 5 6 7 8 9. გადმოდი ბარიღავ და 10 იქნება და 29 იქნებოდა, კაი იქნებოდა. 27. ესე 27-ია ეხლა და გაგამოვიდა 54,000. 54,000 ხო. არჩენი ესე იგი მარტოობის მთა. მარტო წყალისფრის სევდიანი მარტო გასართულად თაზე. ფიქრთ გასართოთ. წავედით. რა ვქნათ ეხლა? გავიგოთ სწორი პასუხი? რა თქმა უნდა. 46-54-ზე გაიყო. სწორი პასუხია, ესე იგი მონ არის თეთრი თუ
პლან არის თეთრი. მარტო თუ ეს შეფრი ესე. ბლანკ. მე არ ვიცი ეს ფრანგული რა ვქნა ეხა. ჩემი შვილი რო იყოს მეტყოდა ეხა. ან ერთი ან მე. არ და ეხლა სწავლა ფრანგულს. რომელიმე მეტყოდა ეხა. მაგათმა იციან. მე არ ვიცი. მარტკივის ფერებს ასწავლიან დასაწყისში. ესე იგი, თეთრი მთა თუ მარტოობის მთა თუ ერთადერთი მთა. რომელიც საფრანგეთში არის. ერთადერთი ძალიან პარიზში. ცუდი იქნებოდა. ხო, მაშინ პარიზში თუ არა. აჰა, დარჩა ერთადერთი და თეთრი, ხო? ისე საშიში შესახედია უცებ რაღაც. არა, მე არ ვიყავი. ხო. თეთრი მთა რატო შეიძლება ერქვას მომბლანს? ყინვარწვერით იქნება. როგორ? ვარაუდოთ, ალბათ ყინვარწვერი. რა 46000 რა უნდა დავა იქ? იცით რა არის აქ როცა ხარ? დაძაბული ხარ შენი ემოციური ინტელექტის რა ვიცი, დონე ალბათ ძალიან მაღლა იმედას სტრესული გარემოა მაინც ხო ამდენი ეს კამერა ადრენალინი რაღაცა და გასაშრება კაცს. შესაბამისად ხო ესეთი ცუდი ჰორმონია. თირკმელების ბრალი ყოფილა ყველაფერი. თირკმა ზედაჯირკული. ო რა. ნახოთ სწორი პასუხი. ნახოთ. ერთადერთი მთა რომელიც არის მაღალი. არ იყო ერთადერთი. სწორი პასუხია. რა თქმა უნდა, თეთრი მთა და დავაბრუნოთ ეს თანხა, მოიცა? ესეთ არა მაქვს უფლება რომ მე ვეხმარებოდე ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, ვითვალისწინებ თქვა რა თქვენ თერკველზე და ჯირკვლის მუშაობას აქტიურს. მაინც აი ეს ადრენალინის გამო მე კარქასიაძე ვარ მაინც ხო მიხარია რომ 54000 გრჩებათ და რა ვქნათ. ხო არ მშვენიერთან ხარ? გავაგზელო? რა თქმა უნდა. ნახოთ აბა რა კატეგორიები გამოვა? შაბადობა ვაფდაბდუба. საზღვრები გეოგრაფია. ლიტერატურული გმირები და საზღვრები. გეოგრაფიაში უფრო მაგრები ხარ თუ ლიტერატურაში? გეოგრაფია. არა. შენ ლიტერატურა, შენ რუსული ლიტერატურა, სოფლიო ბოდიში მიკითხე რაღაცა რა. დიახ. უი, უკაცრავად. ჩვენ შიდა დისკუსიაში გისვანთ თუთა. იყოს ისე მიკითხე ჩემთვის. არა, როგორ ჩემთვის მიკითხე რაღაცა. როგორ გო? ევრი არაფერი არ მიკითხავს ისეთი. გეოგრაფიაში უფრო მაგრები ხარ თუ ლიტერატურაში მეთქი ვიკითხე. აი ზუსტად ახლა ამას განვიხილოთ მეთქი რამე. მაგას განვიხილოთ რომელშიც. ხო, ანუ coverage და ფარვის სეზონი. გეოგრაფიაში უფრო მაგარი ვარ. კი ბატონო, ძალიან კარგი. ლიკა რა ფიქრობ? როგორ კიდე ლიტერატურა ჯებია? რა ვიცი, მე არ ვთვლი რომ მაგარი ვარ მე ლიტერატურაში. ვთვლი რომ შენ ძალიან მაგარი ხარ. ბანია. მე ვთვლი რომ შენ ხარ ძალიან მაგარი კი არა. უძაანესი. კარგი, არა, ძალიან უნდა მოვიგონო ქართველი სუპერმენის ვარიანტი უნდა მოვიგონო ძალიან რომ ძილ უნდა დავიწერო. ძალიან კი არის დივანმენი საქართველოში. ძალიან ესე იგი, ეხლა ფრანგულს სწავლობთ, ეხლა ვrჩიეთ ლიტერატურა, თუ სწორად არ რა სწავლობთ? ფრანგულს მოსწავლ. ეხლა ლიტერატურას ავირჩევთ და თუ ვერ უპასუხეთ, წავიკითხავთ უფრო მეტ წიგნებს ლიტერატურულს. და რა ეწერა იქა მონ რაო? რას ნიშნავსო? ჯერ ფერებზე არ მისვლა, აურდონეზე გადავედი ეხლა შესაბამისად. და ციფრებზე. არა, ცად ესე არ არის. Je parle français un peu. Non, merci, je suis avec toi. მოდი ეხლა Je suis désolée. I'm a table, წავიდა. მული რო კონდეს ავირჩიოთ ლიტერატურა. ლიტერატურული გმირები. აი, ნახოთ აბა. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. როგორ მინდა რომ ფრანგულიდან იყოს რაღაც შეკითხვა. წავიდა. ისრაელი, რუმინეთი, შოტლანდია, შვედეთი. კი ბატონო. საიდან იყო რომელიღაც ლიტერატურა? ვინმე, ეხლა ნახავთ შეკითხვას. ძალიან ბევრი ის არა. აბა ნახოთ შეკითხვა. ნახოთ აბა. რომელ ქვეყანაში არსებობს რეალური პიროვნების ჰარი პოტერის საფლავი, რომელიც ტურისტების მექად გადაიქცა? შვედეთი ხო? ლიკა იცი შენ? ისრაელი, რუმინეთი, შოტლანდია თუ შვედეთი? არა, რუმინეთში არ არის. რუმინეთი ძალიან ცნობილია, ანუ დრაკულათი ხო? ერთადერთი მან რომიდის დრო? სანახავად მიდია. ან შოტლანდია, ან შვედეთი. მოდი, ამ ორზე გავანაწილოთ. ისრაელზე გინდა? მაინც. რაღაცა არ მგონია. თუ გინდა
არც ალბათ ისრაელი რო 35 წამი. კარგად მოგხვდებოდა ყურში და შესაბამისად დავიმახსოვრებდით. ჩვენ ახლა გვინდა სოფო აი ჩემი მეგობარი მიყურავდა ახლა. კარგი, მოდი ერთი აქ ხო ოკეი. მოდი შოტლანდიან შვედეთში. JK Rowling-ი სათარი რეალურად 15 წამი რომელ ქვეყანაში არსებობს რეალური პიროვნების ჰარი პოტერის საფლავი, რომელიც ტურისტების მექად გადაიქცა. შოტლანდიელი ხო, ალბათ კიდე ერთი გადავდა იქი. არა, იყოს როგორც არის, ნახოთ. თან ხარი. დავითვლი. კი ბატონო. აბა ნახოთ. ჩვენ დავიცვლით. 1 2 3 4 4x3 12 იქაც 2 14 ანუ აქ არის 28000 შოტლანდიას 1 2 3 4 და 1-იც აქ 12 მოვაკელით ესე იგი 28000 და 26000 გამოგვივიდა კი ბატონო შვედეთს შვედეთი და შოტლანდია რატომღაც რუმინეთს არ დაუთმეთ ასომგერა შუგიზიდავთ ესე იგი თქვენ შვედეთი ან კარგი შოტლანდია აღნიშნა ეხა კი შვედეთი არ არის სწორი პასუხი თქვენ ცით იცი დოდა და ერთი პატარა ბიჭი იყო ერთი 19 წლის მოკვდა ანუ ეს ყველაფერი რეალური მოკლენი. ისტორიას მოკლენ თავის სიკვდილით არ მოკვდა ძალადობრივი მეცაც გეტყვით არც რუმინეთი არ არის სწორი პასუხი რა ხე გაიხსნას ორივე აბა მეორე მეოთხე გაიხსნა და დავკარგეთ 26000 რა ადვილია ხა ესეთ ფულის გარკვევას არ და ესე რომ უყურებ რაღაცა უცად კუბიკებად გადაიქცევა ხოლმე იმ დროს კი არ ფიქრობ რამდენია არ და ერთი სიკვდილს გქონდეს ხა ადამიანს უცად ეს ჯიბეში რომ გიგდოს კი ზედმეტი არ გადიხარ ქალაქში როდესაც ჩვენი ნამუშევარია თან მით უმეტეს 2000 რო აიღო თელფას როგორ გიხარი ადამიანს ალბათ და მე აქ რო უნდა დადო და ჩააგდო ხო გიხარი არა ოჩახტუტა მე მეცაც გეტყვით რა გადაიქცაო ტურისტებისთვის რა გადაიქცაო რატომ და შოტლანდიაში ტურისტების მექა არსებობს ნეტა ერთგვარ მექად გადაიქცა შეიძლება შოტლანდია ვაი არ წაკუთიხია არ წაკუთიხ ხო მექას არ და რა კარგი გოგოები არიან გას დიდი ხანი ვითამაშობენ არა უშავს თამაში ისა მაქვს რა ქვია მოიცა კი რა თქმა უნდა ოღონდ ჯერ არ გადმოგცემთ ჯეოსელისგან მაქვს კონექტები ძალიან კარგი სპეციალურად თქვენთვის მოენწადეთ არა არ თქვენ მექას გადაიქცა ნახე სწორი პასუხია არ ვკითხულობთ ისრაელი ეს სიჩქარის ბრალიც ერთი წუთი არ არის პატარა დრო კი რა თქმა უნდა კითხვა ახლიდან და წაგვეკითხა კარგად ვარ ცდები მეთქი ფიქრობ ხა არა ყველა ხარ გამოვიდა ეს არა უშავს არა ყველა გამოვიდა ვიცი მადლობა არა როგორ გიქნა სწორი პასუხია სამწუხაროდ ისრაელი არა 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 კარგი არა თუ არა არა პასუხი ვნახოთ სწორი პასუხია ისრაელი კარგი შეკითხვა იყო კი ნამდვილად ჩვენ მეგობარი აუცილებლად მოკლავს აუცილებლად ესე იგი რა არის იცი მოდით ჩემთან როცა არის დროს არ უხსენებია რომ მინდა იქ წასვლაო რა ხდება აი ხატია და ლიკა ხატიაშვილები ხატიაშვილი ხატია რო იყო არ შეიძლება მეგრელი უცბად შეიძლება ხატია ხატიანცი შეიძლება მოკლედ ესეთი რამეა რა მემშვიდობები გოგონებს დიდი სიყვარულითა და მოწიწებით კარგი იქნებოდა რომ თამაში გაგვეგზელებინა და ფულიც მოგეგოთ მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე რომ აი ესე ფორტუნა დღეს რაღაცა მხოლოდ ჯეოკონექტებით გვაჯილდოვებს და ჩემგან უდიდესი პატივისცემით გაცილებთ სახლში და ისა რაც თავარია თქვენს გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ ლამაზად გემოვნებით იმედზე შევხვდებით შოუში ფულთან თამაში